მოგესალმებით, მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელე და რადიო მაუწყებლობას. თქვენ უსმენთ და უყურებთ სამედიცინო ინტერაქტივს. მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ და მომდევნო 40 წუთის განმავლობაში ვიმუშავებ თქვენთან ერთად დაპირებისამებრ პირობას შეასრულა ქალბატონმა თამარმა და მეორე ნაწილს ვაკეთებთ სამედიცინო გადაცემის ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე. დიდი მადლობა ქალბატონ თამარ, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს ჩვენი გადაცემის თემა იქნება ქცევითი პრობლემები ბავშვებში, ქცევის დარღვევა, ცელქი და ჰიპერაქტიული ბავშვები. ამიტომ ზარიღია, შეგიძლიათ მედია კავშირი ობიექტივის Facebook გვერდზე მოიწეროთ მოკლე ტექსტური შეტყობინება და ქალბატონი თამარი აუცილებლად გაგცემთ პასუხს 0322 388 105. დრო რომ არ დავკარგოთ, სანამ მაყურებლები შემოვლენ ქალბატონ თამარ, როგორ უნდა გავმიჯნოთ ცელქი და ჰიპერაქტიული ბავშვები ერთმანეთისგან? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა, ესეთი ოპტიმალურად დასმული შეკითხვა, ვინაიდან ყველაზე დიდი ესეთი დილემა ეს არის ხოლმე მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის. ბავშვი არის უბრალოდ ცელქი, მოусვენარი, ინტერესიანი და ესეთი ზედმეტად მოტორული, თუ ეს არის რეალურად ჰიპერაქტიული ბავშვი, ის რასაც როგორც სამედიცინო მდგომარეობა, რასაც გულისხმობს, ასე ვთქვათ. მოდი დავიწყოთ იმით, რომ პირველ რიგში ზოგადად რაც უფრო პატარაა ბავშვი, თუმცა ეს ყველა ასაკისთვის არის მნიშვნელოვანი. ბავშვი უნდა იყოს ინტერესიანი, მოусვენარი, ესეთი აწუხებდეს, ასე ვთქვათ, ეს ზედმეტი ენერგია და ბავშვის ენერგია და ბავშვის მოусვენრობა ზოგადად უნდა აღემატებოდეს ჩვენს ენერგიულობას და ჩვენს ბრწყალებში შესაძლებლობებს. ამიტომ ეს უპირობოდ ყოველთვის პათოლოგია არ არის და პირიქით სათანადო შემთხვევაში ესეთი სწორი მიმართულების მიცემა შეიძლება ხოლმე ამისთვის და ის რომ ბავშვს აქვს ჭარბი ენერგია, მოусვენრობა, გვიან იღლება, სულაც არ არის ცუდი და შეიძლება ამის ესეთი საჩვენოდ გამოყენებაც. მაგრამ როდის ვსაუბრობთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჰიპერმოტორულობაც და ჰიპერაქტიულობაც არის უკვე აბნორმული და არის პათოლოგიური. თუ ვერ ხერხდება ბავშვის ენერგიის, ბავშვის აქტივობის, რაიმე ესეთი კალაპოტში მოქცევა, ოღონდ კალაპოტის შერჩევისას და ჩვენი მოთხოვნების წაყენების დროს აუცილებელია ბავშვის ასაკის, ბავშვის ინტერესების, ბავშვის შესაძლებლობების და საჭიროებების გათვალისწინება, თუ ჩვენ სწორად დავგეგმეთ ბავშვის დღის რეჟიმი და აქტივობა. მაგრამ ამის მიუხედავად, თანატოლებთან შედარებით მას უხეშად და მკვეთრად უჭირს ამ ჩარჩოების დაცვა, მცირე ცდომილება, რა თქმა უნდა, დასაშვებია და რაც მთავარია, თუ ეს ჭარბი მოტორულობა და მოძრაობები ხელს უშლის მას ახალი უნარების დასწავლაში, ხელს უშლის მას გარშემო მყოფებთან კომუნიკაციაში, მიმდინარე აი იმ სოციალურ გარემოსთან ადაპტაციაში, რა თქმა უნდა, ეს უკვე პრობლემურია და ამ მიმართულებით უნდა დავსვათ კითხვები, გამოვიძიოთ მიზეზები და რა თქმა უნდა, ჯობია რომ ჩავერიოთ ბავშვის ქცევაში იმდენად, რომ დავუშვათ დავარეგულიროთ ეს მდგომარეობა. ანუ რეგულირდება ქალბატონ თამარ? უმეტესად რეგულირდება და უნდა რეგულირდებოდეს, როგორც კი პრობლემა გვექმნება რეგულაციებთან მიმართებაში. ან არ ვართ საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ სწორად შევურჩიე თუ არა დავალება, სწორად ვშფოთავ თუ არა, რა თქმა უნდა, არიან სპეციალისტები, რომელიც ამის გარკვევაში დაგვეხმარებიან. და თუ დავუშვათ სპეციალისტი დაგვეხმარა ამის გარკვევაში. შემდეგ ეს სპეციალისტი რას გვინიშნავს ამ დროს და რამდენად შედეგიანია ეს ყველაფერი? გიპასუხებთ, პირველი არასწორად დაკვეთა, რაც მოდის ხოლმე და პირველი შეკითხვა, რაც მოდის ხოლმე სამწუხაროდ დღემდე ოჯახის წევრებიდან, ეს არის, რომ ხომ არ გვჭირდება რამე დამამშვიდებელი, ჩვეულებრივ ეს არის ხოლმე ესეთი მსუბუქი დამამშვიდებელი ხო არ გვჭირდება, იმიტომ რომ მედიკამენტების მიმართ ერთის მხრივ არის ცოტა არარაციონალური და გადაჭარბებული ნდობა მოსახლეობაში და რაღაცნაირად მოლოდინი, თუმცა მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ მედიკამენტს ყოველთვის აქვს თავისი გვერდითი ეფექტი, შესაბამისად, არავის არ უნდა ამ გვერდითი ეფექტების მსხვერპლი გახდეს მისი შვილი იმის სანაცვლოდ, რომ მაგალითად ბრჭყალებში დამშვიდდეს. პირველ რიგში ასაკს გააჩნია კიდევ ვიმეორებ, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ნაკლებად გვჭირდება მედიკამენტი როგორც ასეთი და მით უფრო მეტია პასუხისმგებლობა გარემოზე, გარშემო მყოფებზე, ოჯახზე, რომ სწორად დავგეგმოთ ბავშვის ყოველდღიურობა და ბავშვის დღის წესრიგი, ასე ვთქვათ.
რაც უფრო პატარაა ბავშვი, მას აუცილებლად სჭირდება ფიზიკური აქტივობა. ანუ რაც უფრო პატარაა, ის უფრო მეტად და მეტად ფიზიკურად აქტიური უნდა იყოს, ვინაიდან სწორედ ამ აქტივობაში ვითარდება. არა მხოლოდ მისი ძვალსახსართა სისტემა, არამედ ნერვული სისტემაც. ვინაიდან მოძრაობის დროს ესეთი სინქრონულად, კომპლექსურად ღიზიანდება, ასე ვთქვათ, ჩვენი სენსორული რეცეპტორული სისტემა, რომელიც სხვადასხვა ტიპის შეგრძნებებზე არის პასუხისმგებელი, ასე ვთქვათ, ამაში აქტიურად არის ჩართული ვიზუალური კონტროლი, აქტიურად არის ჩართული სმენითი კონტროლი, ბალანსირებაზე, კოორდინაციაზე, უშუალოდ მოტორულ უნარებზე, რომ არაფერი ვთქვათ, და ეს არის პირველ ეტაპზე ბავშვისთვის არაუბრალოდ ისეთი მარტივი მისაღები, რისი დაძლევაც მას ადვილად შეუძლია და პასუხისმგებელი სწორედ იმ უმაღლესი ქერქული ფუნქციების და თუნდაც შემეცნებითი უნარების მოგვიანებით განვითარებისთვის. ბავშვი, პატარა ბავშვი, თუნდაც ესეთი ის კი არა რომ მაინც და მაინც მიზანმიმართულად რაღაცა ესეთ თამაშს აკეთებს, აი უბრალოდ მოძრავი ბავშვი, რომელიც უბრალოდ გარშემო დარბის, ის უკვე ანვითარებს გარკვეულ ბალანსირებას, კოორდინაციას და ასე შემდეგ. და ამის მერე უკვე რა თქმა უნდა ჩვენ წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ იმაზე, რომ თამაშის პროცესში ბავშვს ყოველთვის სჭირდება პარტნიორი, გონიერი პარტნიორი, ზრდასრული პარტნიორი, რომელიც უკვე ეშმაკურად, მითითებით, ასე ვთქვათ, მიანიშნებს და რაღაცა შეუქმნის ისეთ გარემოს, რომ ბავშვის ეს სირბილი უბრალოდ ქაოსური წინ და უკან რაღაცა მოძრაობა კი არის. ანუ ეს როგორც ჩანს, ყველა ბავშვს აქვს ეს პრობლემა. ანუ ნახეთ, ყველა ბავშვის განვითარების ეტაპია ფიზიკური მოძრაობების ხარჯზე გარკვეული უნარების დასწავლა და არა მხოლოდ მოტორული, იმიტომ ვიმეორებ, ეს მხოლოდ ძვალსახსართა და კუნთოვან სისტემას არ ეხება. შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ მოტორული თამაშები დავგეგმოთ ისე, რომ მას პარტნიორი ყავდეს, ბურთს მაგალითად სწორად ეთამაშოს და ასე შემდეგ, ისე რომ დავშვათ დღის მონაკვეთში 3/4 დაახლოებით, ну რაც უფრო პატარაა, მით უფრო მეტი, უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური თამაშები. ამ დროს ბავშვი ერთი ის რომ ვითარდება და ინვითარებს ამ უნარებს და მეორე სწორად ხარჯავს აი იმ ჭარბ ენერგიას, რომელიც ჩვენთან შედარებით აქვს გაცილებით ბევრი და ხომ ეს ენერგია უნდა დახარჯოს. ვერ ვაიძულებთ მას, რომ ეს მოითმინოს. კითხვა შემოვიდა ქალბატონ თამარ, ჩემი შვილი არის 3 წლინახევრის, როგორც ჩვენ ვატყობთ, აქვს ქცევის დარღვევა და შეუძლია ნებისმიერ მომენტში, ეს იქნება სახლში თუ ეს იქნება სხვაგან ნებისმიერ ადგილზე, გაიხადოს ტანსაცმელი ყველაფერი, რაც აცვია. გასაგებია. ამ შემთხვევაში დამატებითი კითხვების დასმა იქნებოდა უკვე ინდივიდუალურად საჭირო, იმიტომ რომ სხვა ასოცირებული მდგომარეობა, რამე დავშვათ უკვე არსებული დიაგნოზი, ან ეჭვი რამე დიაგნოზზე და მდგომარეობაზე, ანუ ეს არის ნეიროტიპიური ბავშვი, მაგალითად უბრალოდ ამ ტიპის ქცევით, ანუ მხოლოდ ეს ქცევა განასხვავებს მას თანატოლებისგან და ამოვარდნილი, აი სოციალური გარემოდან ნამდვილად ამოვარდნილია, ხო, ეს ქცევა ჩვენ ხო შიშველი არ დავდივართ მაგალითად სახლის გარეთ, თუნდაც ესე ყოველდღიურ სიტუაციაში სახლის პირობებში. მხოლოდ ეს არის გამორჩეული თვისება თუ მაგალითად სხვა უნარების ქცევის დარღვევა აქვს, ესე იგი სხვა თვისებებიც არის, რადგან ასე ანუ საუბარია რომ რამდენად არის განვითარების შეფერხება სხვა უნარებთან მიმართებაში, რაიმე სხვა ასოცირებული მდგომარეობა, პირველ რიგში ამ დროს ვსაუბრობთ ხოლმე რომ როდესაც ბავშვი ესეთი აი ტოტალურად იშორებს, ხო, ყველანაირ საფარველს ტანსაცმლის სახით სხეულიდან, პირველი ყველაზე ესეთ ვფიქრობთ ხოლმე რომ სენსორული გადამუშავების სირთულეებთან შეიძლება იყოს საუბარი, ანუ მას ან აწუხებს ეს შეხება, ტანსაცმლის შეხება და მოულოდნელად რამე მიზეზით სხვა ტიპის შფოთვა ემატება და უკვე აღარ შეუძლია ამის ატანაც, თუ პირიქით გახდილზე მაგალითად სიგრილეს სიამოვნებს, უშუალოდ კანზე ტანსაცმლის კი არა სხვა შეხებას სიამოვნებს და აქედან გამომდინარე ეძებს ამ ტიპის შეგრძნებას. ამიტომ მაინც ალბათ კომპლექსური გამოკვლევა ყოველთვის ჯობია პირველ ეტაპზე და შეიძლება ოჯახის ექიმით, პირადი პედიატრით დავიწყოთ, თუ სხვა მხრივ პრობლემები არა გვაქვს, ამ დროს მაშინ სენსორული გადამუშავების სპეციალისტები არსებობენ, სენსორული თერაპევტები, რომლებიც სათანადო დიაგნოსტიკას ჩაატარებენ და უკვე უშუალოდ კონკრეტულ რეკომენდაციებს მოგცემენ ამ შემთხვევაში. ასაკობრივად, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ქალბატონ თამარ, მაგალითად, როდის უნდა ჩავთვალოთ საჭიროდ და მივიყვანოთ ჩვენი პატარა ექიმთან სიცელქეს და ჰიპერაქტივ
ჰიპერაქტიულობას გულისხმობ, იმიტომ რომ ყველა ბავშვი არის ცელქი, ყველა ბავშვი არის მოუსვენარი, მაგრამ ამ შემთხვევაში მშობელმა აი როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რას უნდა მიაქციოს ყურადღება, იმიტომ რომ ყველას გონია რომ რადგან ბავშვია, უნდა იყოს ცელქი და დიდი ბოდიში ზარს ვერ ვალოდინებ, უნდა ჩავრთო პირდაპირ ეთერში საღამო მშვიდობის გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობა. ეთერში ვარ? დიახ, ეთერში ბრძანდებით. რა მაინტერესებს შვილო, იცი ექიმთან 2 წლის და 7 თვისა ბავშვი და ლაპარაკით ვერ ლაპარაკობს გამართულად. ისე დედა მამას იძახეს და რა გავაკეთო, რა შეიძლება არ ვიცი, იქნებ მირჩიოს. მადლობა შეკითხვა. ქონდა ამ თემაზე წინა გადაცემა. 2 წლის და 7 თვის ბავშვს უკვე უნდა ქონდეს საკმარისი ლექსიკური მარაგი ნამდვილად. ის ასევე ამ ლექსიკურ მარაგს უნდა იყენებდეს არა უბრალოდ კომბინაციებში, რომ მაგალითად დიდი ბურთი, პატარა მანქანა და ასე შემდეგ, არამედ უკვე ფრაზების შედგენას უნდა ცდილობდეს, თუნდაც ორსიტყვიანი ფრაზები, მაგრამ ეს ასე ვთქვათ რეგულარულად გამოყენებადი უნდა იყოს. თუ ამას არ აკეთებს ბავშვი, მინიმუმ ექსპრესიულ სამეტყველო ენაში მინიმუმ პრობლემა გვაქვს. ამის შემდეგ უნდა გავარკვიოთ, რამდენად კარგად შეუძლია მას სრულყოფილად მიმართული მეტყველების გაგება და ასევე წინა გადაცემაში ვისაუბრეთ სხვა მხრივ უსიტყვო კომუნიკაციის თვალსაზრისით, რამდენად სრულყოფილია დაუშვათ ბავშვი, ანუ ჟესტიკულაციით, სახის გამომეტყველებით, მიმიკით, ინტონაციით, რამდენად შეუძლია რომ დააკომპენსიროს მისი მწირი ლექსიკური მარაგი. თუ მხოლოდ იზოლირებულად სიტყვების მარაგზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ექიმთან კითხვების დასმა ყოველთვის შეიძლება, სახლის პირობებში შედარებით ადვილია ამ ხრივ დახმარება იმ ხრივ, რომ ბევრი უნდა ველაპარაკოთ, ბევრი თამაშები გვინდა ისეთი, რომელიც დიალოგის რეჟიმში, მაგალითად, პირველ ეტაპზე შეიძლება ბავშვის გახმოვანებაც ჩვენ მოგვიწიოს, წავახალისოთ, გამეორების რეჟიმში, დაუშვათ ნაცნობი ზღაპრის, ნაცნობი დიალოგები ბევრჯერ გავიმეოროთ, ზოგს სიმღერები ეხმარება, ზოგს ლექსები ეხმარება, მაგრამ ბევრი უნდა იყოს გამოცდილებაში მეტყველება. თუ ეჭვ გვეპარება, რომ მიმართული მეტყველების გაგებაც არ შეუძლია სრულყოფილად და უსიტყვო კომუნიკაცია, ჟესტიკულაცია მწირია, თვალის კონტაქტი მწირია, მაშინ აუცილებლად ვიწყებთ ჯერ სპეციალისტის კონსულტაციით და ამ შემთხვევაში უფრო უპრიანია ხოლმე, რომ სპეციალისტებიც, მეტყველების თერაპევტები, ქცევის თერაპევტები და ასე შემდეგ ჩაერთონ. სახლის გარემოში ბევრი საუბრით საქმეს არ გააფუჭებთ პირიქით. მაყურებელია კვლავ პირდაპირ ეთერში ძალიან ბევრი ზარია. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა. თუ შეიძლება მოინიშნეთ ქალბატონ ნათიასთან ის თამართან კითხვა. ბავშვი არის 3 წლინახევრის და აქვს დიაგნოზი დაყოვნება. და ის არის აი მეტყველება უჭირს. ქცევის თერაპევტთან დადის და ლოგოპედიც უნდა ჩავრთოთ საჭირო, აი ვერ გამართულად ვერ მეტყველებს. აზრობრივად აბსოლუტურად გამართულია, მაგრამ მეტყველება უჭირს. აი ქალბატონ თამარ 3 წლინახევრის. კი ბატონო, ლოგოპედს რაც შეეხება ლოგოპედთან მიმართებაში, ანუ საკითხი დგება მაშინ, როდესაც ბავშვი პრინციპში ლაპარაკობს, ოღონდ არტიკულაციის თვალსაზრისით გვაქვს ხოლმე, ანუ უფრო გამოთქმის თვალსაზრისით გვაქვს პრობლემა. ჯერჯერობით როგორც ხვდები, ანუ სიტყვების მარაგიც მწირია, ამ დროს უფრო უპრიანია ჯერ მეტყველების თერაპია და ქცევის თერაპია უფრო კომპლექსურია ხოლმე, რომელიც სოციალურ ქცევას და უშუალოდ კომუნიკაციას, მეტყველებას რაღაცნაირად ერთობლივად, აი ფუნქციურ მეტყველებას მუშაობს. ლექსიკური მარაგის გამდიდრებას და მე ერთვება მეტყველების თერაპევტი და ლოგოპედს, იცით როგორ არის, ბავშვზე ბევრია დამოკიდებული 3-4 წლამდე უფრო ესეთი აკადემიურად და ესეთი ინტენსიური ლოგოპედის თუ არ არის მაგალითად იგი ღეჭვის პრობლემა, არტიკულაციური აპარატის სხვა და უშუალოდ ესეთი ორგანული ტიპის დარღვევა, ცოტა უჭირს ხოლმე სადღაც ამასაკის ბავშვებთან მუშაობა. ამიტომ უფრო მოგვიანებით, აი 4 წლის მერე უფრო დგება ხოლმე ლოგოპედის, ან უფრო გვიან საჭიროება. კიდევ ვიმეორებ, თუ ინდივიდუალურად რამე სხვა ტიპის საჭიროება არ არის. ამიტომ ჯერ ქცევის თერაპია და მასთან შეთანხმებით შეგიძლიათ გაიაროთ ეს, რამდენად მზადაა ბავშვი, რომ დავამატოთ მეტყველების თერაპია ამ ეტაპს. კი ბატონო, და შემდეგ რომ აი როგორ უნდა გავმიჯნოთ? როგორ უნდა გავმიჯნოთ? ანუ ერთხელ უკვე, ანუ როგორც ვახსენეთ, რომ სიცელქე გადაჭარბებულია, როდესაც ის უკვე პრობლემების შექმნას იწყებს და არ არის კონტროლირებადი და ამის მერე უკვე დამატებითი კითხვები აუცილებელია ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით.
მაგალითად, ანუ ეს ჰიპერმოტორულობა და ზედმეტი მოძრაობები არის იზოლირებული პრობლემა, თუ სხვა მხრივაც ექმნება მაგალითად ბავშვს პრობლემა და ასევე ასაკის შესაბამისი სამაგიდო აქტივობები, ხალიჩაზე თამაშები, ხო, უფრო ესეთი ფოკუსირებული და ნაკლებად მოძრავი, რამდენად შეიძლება და თანატოლებთან ერთად რამდენად ადვილია ბავშვის ჩართვა ამ ტიპის ესეთ ორგანიზებულ თამაშებში. რაც უფრო პრობლემები მოდის და ხშირად უკვე ჰიპერაქტივობასთან ერთად რაც არის ხოლმე დაწყვილებული, ეს არის ყურადღების კონცენტრირების პრობლემა. ანუ ბავშვს აქვს ჭარბი მოძრაობები, ზედმეტი მოძრაობები და ამავე დროს უჭირს რაღაც ერთი ტიპის თამაშზე ფოკუსირება. იმიტომ რომ დამეთანხმეთ მოტორული აქტივობაც კი გარკვეულ ფოკუსირებას თამაშზე თანმიმდევრულობას მოითხოვს. მაგრამ არიან ბავშვები, რომელიც გეგონება ბურთით და კუბიკებით ერთად თამაშობს, რაღაცა რამდენიმე სათამაშოს გეგონება ერთად თამაშობს, ესე წრეზე დადის, ჩამოუვლის რამდენიმე აქტივობას, ან არამთავრებს ერთ აქტივობას, ისე იმპულსურად გადადის მეორე შემთხვევაში. ანებებს თავს დროებით, დააპაუზებს ან გადადის სიტყვაზე მეორე შემთხვევაში. პირველი დავსვათ კითხვები და უკვე ინდივიდუალურად გავიაროთ ჩვენი შვილის დაუშვათ შესაძლებლობები და უნარები და სპეციალისტთან და კიდევ მეორე შეიძლება ოჯახის ექიმით და პედიატრით დავიწყოთ, ასე ვთქვათ. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ბავშვის კომუნიკაცია თანატოლებთან და ეს ჩვენც გვაძლევს საბავშვო ბაღი ნამდვილად, სადაც საბავშვო ბაღი კიდე დამატებით ორგანიზებული გარემოა, ნახეთ, სადაც არის ორგანიზებული ესეთი თემატური აქტივობებიც, არის თავისუფალი თამაშიც. ჩვენ როდესაც გავყავს გასართობ ცენტრში მაგალითად ან გასართობ მოედანზე ბავშვი, იქ კიდე უფრო მეტად თავისუფალი გარემოა, თუმცა ამ შემთხვევაში ნაკლებად ნაცნობ თანატოლებთან ინიციატივა როგორ გამოიჩინა, როგორ თვითონ დააორგანიზეს დაუშვათ ბავშვებმა, ან გამოხატეს თავისი სურვილები, ამაზე დაკვირვება შეგვიძლია, ასე ვთქვათ. და ყველაზე ესეთი მთავარი რაც არის ხოლმე რისთვისაც ჩვენ აი სადღაც უკვე 3-4-5 წლის ასაკის ბავშვებთან, რომელსაც ბჭყალებში ცოტა მეტი მოეთხოვება, უკვე უფრო ორგანიზებული და თანმიმდევრული, თორე ხა ჩვილებთან უფრო ნაკლები პრეტენზიები გვაქვს, ხო, ძირითადად ჩვენზე არიან უფრო დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, აი ყურადღების კონცენტრირების პრობლემა რამდენად უშლის ბავშვს ხელს ყოველდღიურ აი საჭირო აქტივობების განხორციელებაში. ანუ ერთია ჭარბი მოძრაობის მოთხოვნილება და მეორეა, რომ თუნდაც ინტერესის სფეროს შესაბამისად იმ აქტივობით შეუძლია სხვაზე, უпростоროდ არ შეუძლია სხვა ბავშვებივით დაუშვათ აქტივობის განხორციელება. რადგან აქ მოდის აი ერთი ძალიან დიდი ესეთი დილემა მერე, რომ ეს არის უბრალოდ ცელქი და მოუსვენარი ბავშვი, თუ ეს არის ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტივობის სინდრომის რისკის მქონე ბავშვები. თვითონ ამ სინდრომის დიაგნოზი მოგვიანებით ისმება, როგორც ესეთი, ეს არის სასკოლო ასაკში. მოგვარებადია, რა თქმა უნდა, მოგვარებადია. მე უბრალოდ ვცდილობ აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ ყურადღების დეფიციტის ფონზე განვითარებულ ჰიპერაქტივობას და უბრალოდ მოუსვენრობას და ჭარბ მოძრაობებს, რომელიც იგივე სენსორული პრობლემებით შეიძლება იყოს გამოწვეული, სხვადასხვა მიდგომა უნდა გამიჯვნა არის მათი ძალიან მნიშვნელოვანი და რისკების აღმოჩენა, ვინაიდან სხვა შემთხვევაში შეიძლება საკმაოდ უხეში შეცდომა დაუშვათ ბავშვთან მიმართებაში და ჩვენც იმედგაცრუება გველოდება და ბავშვის ქცევაც, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ვერ მოგვარდება. საბოლოო ჯამში ქცევა ყოველთვის არის გამოსწორებადი. ქცევა გამოსწორებადია, დარეგულირებადია, მაგისთვის ვართ სიტყვაზე სპეციალისტები. ოღონდ დაუშვათ მშობლის დაკვეთა რა თქმა უნდა ერთი არის რომ გამოსავალი ვიპოვოთ აქედან, მაგრამ იმ რეკომენდაციებსაც, რასაც სპეციალისტები ამ შემთხვევაში იძლევიან, უნდა ძალიან მკაფიო და თანმიმდევრული შესრულება. ვინაიდან ხშირად აი მედიკამენტზე შემთხვევით არ გავამახვილე ყურადღება, როდესაც დაუშვათ ადრეულ ასაკში აი ძალიან ნაკლებია ისეთი მდგომარეობა, როდესაც უბრალოდ მედიკამენტი გვჭირდება. თუ ეს არ არის რაიმე კონკრეტული შფოთვითი აშლილობით პროვოცირებული მაგალითად ქცევის დარღვევა, აი მწვავე შფოთვითი აშლილობით პროვოცირებული ქცევის დარღვევა, თუ არ არის მაგალითად უბრალოდ გამოუძინებელი ბავშვი, ნახეთ, ანუ ძილის დარღვევის ფონზე დარღვეული დღის რეჟიმი, ვინაიდან იგივე ყურადღების დეფიციტი, იგივე მოუსვენრობა, ჰიპერაქტივობა არის გამოუძინებელი ბავშვის ერთ-ერთი მახასიათებელიც ამ შემთხვევაში. გადამწყვეტი ფაქტორია, ხო? ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკის ბავშვებში, ვინაიდან ეს არ არის უბრალოდ აი, ბავშვი ტაიმაუტი. ასაკის ბავშვი
რომელ საათზე უნდა იძინოს? საინტერესო შეკითხვა. დღევანდელი მიდგომა აღარ არის კონკრეტულად რომელ საათზე უნდა იძინებდეს. ჩვენი უფრო ესეთი მკაფიო მოთხოვნა და თხოვნა არის ხოლმე ის, რომ ვიძინებდეთ ერთი და იგივე დროს, ანუ რეჟიმია მნიშვნელოვანი, თუმცა ეს 9-ზე იქნება, 10-ზე იქნება, 11-ზეც კი თუ იქნება, ეს ბავშვის ბიოლოგიურ რიტმებზე და რეჟიმზე ბევრად არის დამოკიდებული, რაც უფრო პატარაა, ის მით უფრო უსმენს და დამოკიდებულია თავის დაუშვათ ბიოლოგიურ რიტმებზე. აი მოგვიანებით უკვე, როდესაც საბავშვო ბაღი შემოდის და მით უმეტეს სკოლა შემოდის, მაშინ უკვე სოციალური აქტივობები გარკვეულად გავლენას ახდენენ ჩვენ ბიოლოგიურ რიტმებზე და იმიტომ რომ დილით ადრე ვარ ასადგომი, გარკვეულწილად ბიოლოგიური რიტმი თუ არ არის ბავშვი ადრე ასადგომი, მაშინ თუ არ არის ასადგომი, მაშინ ძალიან გვიჭირს ხოლმე ჭიდაობა ბიოლოგიურ რეჟიმთან, ასე ვთქვათ და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა ჩასადები იმისთვის, რომ დღის რეჟიმი იყოს თანმიმდევრული, იმიტომ რომ საბავშვო ბაღი მოდი შევთანხმდით, რომ გარკვეულად ორგანიზებაში, ამ ყველაფრის ორგანიზებაში გვეხმარება გარკვეული ვალდებულებები ჩადებულია შიგნით. კი, მშობელსაც და ბავშვსაც და როდესაც მთელი დღე ბავშვი არის სახლში, ძიძასთან, ოჯახის წევრებთან და ასე შემდეგ, ეს თავისუფლების განცდა, რომ მე არა მაქვს არავის წინაშე არა ვარ პასუხისმგებელი და უბრალოდ ეს არის ოჯახის წევრებს მეტ მას აკისრებს, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობას, რომ რეჟიმში ჩავეტიოთ, ხო, ანუ კვების რეჟიმი იყოს დაუშვათ თანმიმდევრული, თამაშების რეჟიმი იყოს თანმიმდევრული, რომ საღამოსთვის ერთი და იგივე დროს მეტნაკლებად ბავშვი უკვე მზად იყოს ჩაძინებისთვის. ამიტომ ის მოტორული აქტივობები, რომელიც ვთქვით, რომ რაც უფრო პატარაა, ამით უფრო მეტი მოტორული აქტივობა ჭირდება ბავშვს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ იყოს დაძინებამდე, ოღონდ არა უშუალოდ ძილის წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება უნებურად გადავავადოთ ბავშვის დაძინება, იმიტომ რომ და ნამდვილად რომ უნდა მოусმინოთ ყველა მშობელმა ქალბატონ თამარს, რომელიც აი საუკეთესო რჩევებს გვეუბნება ხოლმე მშობლებს და აი მე თამამათაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს შვილებს აი როდესაც დამჭირდება ვანდობ მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონ თამარს და ამიტომ უნდა დავუჯეროთ ყველა იმიტომ რომ აი მაგალითად ჩემი უფროსი შვილი ხან პირველ საათზე იძინებს. არ ნახეთ იცით რა, ანუ შეიძლება ბევრმა არ თქვას, მაგრამ ანუ არის ეს პრობლემა, მაგრამ სამაგერად შუა დღეს დიდხანს ძინავს. შუა ანუ აკომპენსირებს, ასე ვთქვათ, თავის ძილის რეჟიმს. აქ უნდა ჩაძიება, რომ ეს არის მისი, ანუ ეს ეგრეთ წოდებული ბუ ტიპაჟია, რომელსაც გვიანი ძინებს და შესაბამისად დილით შეუძლია ეს დააკომპენსიროს, თუ ეს არის იმის გამო, რომ მისი ფიზიკური აქტივობები ცოტა არასწორად გადავანაწილეთ. ახლა როდესაც შუა დღეს 4 საათის წინავს და 3 საათის შემდეგ რა თქმა უნდა გადაწევს ის ძილს. კი, რა თქმა უნდა. ანუ ერთის მხრივ ამ დროს პირველ გამოუძინებელ ბავშვზე, როდესაც ვსაუბრობთ და პირველადად ესეთ რეალურად ძილის დარღვევაზე ვსაუბრობთ, მაშინ როდესაც ძილის ხანგრძლივობა იმდენად ცოტაა, რომ კონკრეტულ ბავშვს აქვს გამოუძინებლობის დაუშვათ სიმპტომები. თორე სხვა შემთხვევაში თუ მისი ძილის ხანგრძლივობა ამ კონკრეტული ბავშვისთვის საკმარისია, ეს არ არის გამოუძინებელი ბავშვი. ამ შემთხვევაში გვაქვს მხოლოდ გადავადება, ძილის ფაზების გადავადება, ასე ვთქვათ, რომელიც შეიძლება მისი ბიოლოგიური რიტმიდან იყოს, ანუ უნებურად, ჩვენ და უნებურად, ოჯახის ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მაგალითად, მშობლები გვიან ბრუნდებიან სახლში, მერე იწყება მონატრება სიტყვაზე ჩახუტება, ბავშვი აღიგზნება, აჟიტირდება, ხო, შესაბამისად და ამიტომ მე დამშვიდებისთვის ჭირდება კიდე მეტი დრო და ბუნებრივი ამასობა გახდა 12 საათი. წყებს შობელთან ურთიერთობას, ხო? ამასობაში გახდა 12 საათი. ოჯახის პრობლემა დღეს. ამ დროს ნახეთ რას ვურჩევთ ხოლმე. ჩვენც ხო დაღლილი მივდივართ სახლში. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს არ ჩავეხუტოთ, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს არ ვეთამაშოთ. მაგრამ ნუ იქნება ეს ძალიან ყირამალა თამაშები, ნუ იქნება ეს ძალიან აჟიტირებული თამაშები, იყოს სამაგიდო, იყოს წიგნთან ურთიერთობა იყოს რაღაცა ისეთი უფრო მშვიდი და აი უბრალოდ სიტყვაზე ჩახუტება, ასე ვთქვათ, ძილის წინ, რომ ჩვენც დაღლილები ვართ, თუმცა, რა თქმა უნდა, მანამდე დღის განმავლობაში ბავშვს უნდა ქონდეს ეს ენერგია დახარჯული აუცილებლად, ანუ ვისთანაც ატარებს ის დროს, უნდა იყოს დაუშვათ ეზოშიც ნარბენი უკვე, ან სახლის პირობებში, ან სადმე დაუშვათ ცენტრში და ასე შემდეგ, ენერგია დღის პირველ ნახევარში მას უნდა ქონდეს დახარჯული. ამიტომ ეცადეთ ხოლმე, რომ ახალი ესეთი მოტორული აქტივობები
შეინახოთ უფრო დილით ახალგაღვიძებულზე ვიდრე ძილის წინ და ასევე ძილს აფრთხობს სიურპრიზები და მაგალითად საჩუქრები უშუალოდ ძილის წინ. ამიტომ ის საჩუქრებიც ვეცადოთ ხოლმე ან დაპირებები წაგიყვან. გაღვიძებულზე დასდევს და აქ ეხა შემოვიდა ქალბატონ თამარ ასეთი კითხვა. გასაგებია ამ თემაზე საუბრობთ, მაგრამ როდესაც ბავშვს ეზარება თამაში და არ თამაშობს და არის ზარმაცი, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? ზარმაცი ძალიან საინტერესო შეკითხვაა და არანაკლებ აქტუალური ვიდრე მოუსვენარი და ცელქი ბავშვი, იმიტომ რომ ზარმაცი ბავშვის მიზეზებით ცალკე დაუშვათ ესეც დიდი აისბერგის ტიპის პრობლემაა, რომლის ქვეშაც ბევრი ქვედინებებია, ასე ვთქვათ და ბევრი ქვეტექსტებია ხოლმე. მოდი ვნახოთ პირველი დავსვათ კითხვა, რომ გასაგებია რომ ზარმაცია ჩვენგან შეთავაზებული აქტივობების მიმართ, მაგრამ მაშინ რითი გაყავს დრო? რითი ინტერესდება? რა არის მისი ინტერესის სფერო? რამდენად არის ეს განმავითარებელი, რამდენად არის ასაკის შესაბამისი და ყოველთვის შეიძლება გამოცდილება მაჩვენა, რომ უბრალოდ ცოტა მეტი ფიქრი გვჭირდება და შეიძლება დამატებითი კონსულტაციაც სპეციალისტებთან, არ ნიშნავს რომ ბავშვს ყოველთვის თერაპია ჭირდება, კონსულტაციითაც შეიძლება ხოლმე ბევრი პრობლემის მოგვარება და ოჯახის წევრების დატრენინგებით. ყოველთვის არის გარკვეული ინტერესის სფეროები, რომლითაც შეიძლება ბავშვის ასე ვთქვათ წამოკიდება და ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენ პარტნიორზეა ის სულ ხშირად გვიწევს ამაზე საუბარი, ნებისმიერ აქტივობაში ბავშვს ჭირდება პარტნიორი. ანუ მე იმდენად უნდა ვიყო იგივე ტიპის თამაშში ჩართული, ისეთი ენთუზიაზმი გამოვხატოთ, ასე ვთქვათ, და ის სიამოვნება გამოვხატოთ კონკრეტულად იმ თამაშის მიმართ, რომ აი ნებით თუ უნებლიეთ გაუჩნდეს დავუშვათ მასში ჩართვის სურვილი. და ბავშვის გამომეტყველების და ამიდან გამომდინარე ვცვალოთ, ასე ვთქვათ, ეს ანუ ვეძებოთ ეს ოპტიმალური ტალღა, როდესაც მეტნაკლებად ავიყოლიებთ. პირველ ეტაპზე შეიძლება ჩემ თამაშზე დაკვირვებაც მისთვის იყოს რაღაცა საკმარისი სიტყვაზე აქტივობა, მაგრამ მერე ნელ-ნელ რაღაც პატარ-პატარა დავალებების მიცემით უნდა ხერხდებოდეს ბავშვის აყოლება. თუ ეს ყველანაირად, ანუ დავუშვათ კონსულტაციის საფუძველზე, სპეციფიური ესეთი რჩევების საფუძველზე, იმიტომ რომ ბავშვის ნახვას ამ შემთხვევაში და ინდივიდუალურად გასინჯვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ეს დამოუკიდებლად არ გამოგვდის, ყოველთვის შეიძლება რომ ჩავრთოთ სპეციალისტები, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მოდუნებული და ნახეთ ჰიპერაქტიული ბავშვი გაცილებით ფიზიოლოგიურთან ახლო მდგომარეობა ვიდრე მეტისმეტად მორჩილი, მეტისმეტად მშვიდი, მეტისმეტად რაღაცა ესეთი სოკოსავით სულ ერთ პოზიციაში მყოფი ბავშვი, ის კიდე უფრო მეტ საფრთხეებს მალავს ხანდახან, თუმცა შეიძლება კომფორტული იყოს ოჯახის წევრებისთვის. პათოლოგიაზეც რომ ვისაუბროთ, არის თუ არა ეს პათოლოგია? ზარმაცი ბავშვი? ზარმაცი ბავშვიც და ჰიპერაქტიული ბავშვი. ანუ ხარისხს გააჩნია და რამდენად თვითონ ბავშვისთვის ეს არის ხელისშემშლელი განვითარებაში, როგორც უკვე ვახსენეთ. ყველაზე ხშირი მდგომარეობა მაინც არის ხოლმე ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიობის სინდრომი, რომელთანაც გამიჯვნა გვჭირდება იმ თვალსაზრისით, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული ADHD ხო, რომ ამ სახელითაც არის ეს მდგომარეობა ცნობილი, რომელიც კიდევ ვიმეორებ გვიანისმება დიაგნოზი, მაგრამ რისკის სიმპტომები და დავუშვათ მინიშნებები უკვე ადრეული ასაკიდან არის, ანუ 4-5 წლის ბავშვი უკვე შეიძლება რისკის ნიშნები ამოვიცნოთ. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ჰიპერაქტიობის საფუძველი ამ შემთხვევაში არის ყურადღების კონცენტრირების შეუძლებლობა, ამიტომ ასეთ ბავშვებს პირიქით ჰიპერაქტიობა ეხმარება განვითარებაში. აი სწორედ ამაშია მთელი დავუშვათ ის ჩადებული რისკები, რომ ეს არ გამოგვეპაროს. ასეთ ბავშვს ჩვენ ვერ ვაიძულებთ გაჩერებას, ასეთ ბავშვს ვერ ვაიძულებთ დაოკებას ამ მოძრაობის, თუმცა იმიტომ რომ ეს მისი მოძრაობა არც მისთვის და არც გარშემომყოფებისთვის არ იყოს ხელისშემშლელი, ჩვენ ვასწავლით მას სწორად მოძრაობას, სწორად ცელქობას, სწორად აი ამ ბავშვებას, რომ ეს ყველაფერი პათოლოგიამდე არ მივიდეს. ხელისშემშლელი არ გახდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ის არის ყურადღების დეფიციტით პროვოცირებული, კიდევ ვიმეორებ, ყურადღების კონცენტრირებაში შეიძლება ეხმარებოდეს ბავშვს
მოძრაობა და პირიქით მოძრაობის ფონზე უკეთ სწავლობდეს, ვიდრე დაუშვათ გაჩერებული აი ესე ხელებს დაწყობილი ბაღში იქნება თუ სკოლაში. და ასეთ ბავშვებთან განსაკუთრებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეგრეთ წოდებული დამამშვიდებლები პირიქით არ იყოს გამოყენებული, იმიტომ რომ ეს მედიკამენტები აღრმავებს ყურადღების დეფიციტს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ხოლმე სპეციალისტების მხრიდან ნაკლებად თვითმკურნალობას მიმართავენ ძალიან ხშირად მშობლები და ესეთი აი უბრალოდ რაღაცა ესეთი მეზობლის რჩევით. მარტო მშობლები არ არიან ამ შემთხვევაში დამნაშავეები. თქვენ ეხა შეიძლება თქვენს კოლეგებზე ვერ ისაუბროთ, მაგრამ მე ვიტყვი, რომ არიან ნევროლოგებიც, რომლებიც ვერ გვეუბნებიან ვერაფერს და არასწორადაც ხშირად მოუწიათ. მე დავიცავ ახლა კოლეგიალობას ამ შემთხვევაში, ასეთ კი, რა თქმა უნდა, ასეთ რომ სამწუხაროდ ხშირია ასე, არა მარტო ნევროლოგების კუთხით, არამედ სხვა კუთხითაც სამედიცინო კუთხით, ამიტომ სწორი მიმართულება არის საჭირო, რომელ ექიმთან უნდა მივიყვანოთ ბავშვი, ჯერ რომ კარგად გავიგოთ მისი გამოცდილება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა მე ყოველთვის მაინტერესებდა ქალბატონ თამარ ქცევის თერაპიაზე. ხა დღეს ჩვენ ხო საუბრობთ ქცევის დარღვევებზე, ხო? ქცევის თერაპიაზე, როდესაც თქვა ხო, ადამიანმა ბავშვი დაყავს, რა სასწავლიან იქ? აი, შესაძლებელია თუ არა, რომ მშობელმაც ანალოგიური ჩართულობით მასშტაბებს გააჩნია ბავშვის პრობლემას და გააჩნია მშობლის. რამდენად კარგი სპეციალისტები მუშაობენ. მე როგორც ვიცი, ამასაც გაკითხვა და სჭირდება. რამდენად კარგი სპეციალისტი ასწავლის ბავშვს, იმიტომ რომ შედეგზე გახვიდეთ, ხო? არ არის ახლა, რადგან ახლა ამ თემაზე საუბრობთ, ხო? ძალიან ბევრი центრია ასეთი სახელმწიფოც და კერძოც და თურმე აქაც არიან გარკვეული ტიპის სპეციალისტები, ვისთან უნდა მიიყვანო ბავშვი, ვისთან არ უნდა მიიყვანო. რა სასწავლიან, შეგიძლიათ გითხრათ და როგორ ამეც ათამაშებენ? კი ბატონო, მოდი დავიწყოთ იმით, რომ როგორ შევარჩიოთ ერთი სპეციალისტი და რა მოლოდინები გქონდეს კონკრეტულ სიტუაციაში და შემდეგ რას გულისხმობს ქცევის თერაპია თავისთავად. ზოგადად თერაპია ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის კომუნიკაცია რამდენიმე ადამიანს შორის და ამ შემთხვევაში სულ ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის სამი მხარე აქ ამ ყველაფერს. ერთი არის ბავშვი თავისი რესურსით, პირადი ინტერესებით, შეხედულებებით და რაღაც ინდივიდუალური მახასიათებლებით, არის ოჯახი, მშობლები და მის უკან ძალიან დიდი ოჯახი და ამალად დგას ხოლმე და არის სპეციალისტი, ხო, რომელსაც მივმართეთ, ასე ვთქვათ, დასახმარებლად. და განსაკუთრებით, როდესაც მე მეცადინეობის და თერაპიის რეჟიმში გადავდივართ, ანუ ეს არის გზამკვლევი, ეს არის მიმართულების მიმცემი, ეს არის პედაგოგი, უნარების მასწავლებელი ჩვენი შვილისთვის, ამ ორ ადამიანს შორის თუ არ შედგა რაღაცა ქიმია, ხო, რაღაც კომუნიკაციური ქიმია, ანუ ბავშვსაც უნდა მოეწონოს, ენდოს, გაიხსნა სპეციალისტთან და სპეციალისტად რა თქმა უნდა ყოფნიდეს ხო თავის გამოცდილებას, კვალიფიკაციას, უნარებიც და ასე შემდეგ. გულისხმობ იმას, რომ ერთის მხრივ შეიძლება ძალიანაც გავიკითხოთ, ძალიანაც დავუშვათ ესეთი კონკრეტული მოლოდინი შევიქმნათ, მაგრამ ნუ ბავშვმა რატომღაც აითვალწუნა, გაუჭირდა, ანუ ეს ადამიანური ფაქტორი ყოველთვის ერთვება სიტყვაზე ამ თვალსაზრისით, ხო? გაკითხვა ახლა დღეს უკვე იმდენად ფართოა, ასე ვთქვათ, ესეთი ქსელი და გამოცდილება უკვე იმდენად დაგროვდა, იმდენად ხარისხის კონტროლი მეტად ხდება, რომ უკვე ნაკლები და ნაკლები ესეთ, იმიტომ რომ არც სამსახურის მიმცემია დაუშვათ დაინტერესებული არაპროფესიონალ კადრებში და თვითონაც იმდენად დიდია უკვე თუ გინდათ კონკურენცია დაარქვით, თუ გინდათ კონტროლი საზოგადოების მხრიდან და ზოგადად სოციალურ ქსელსაც და ემათაც იმდენად დიდი ძალა აქვს და იმდენად გახსნილია ეს სფერო, რომ უკვე ყველა კეთილსინდისიერიც, არაკეთილსინდისიერიც ყველა მოტივირებულია, რომ მაქსიმალურად პოზიტიური და ანუ ნაკლებად იმალება უკვე გარკვეული ესეთი ხრიკები და რაღაცა არაკეთილსინდისიერი საქციელი. შესაბამისად, არც მოტივაცია და არც შესაძლებლობა ამისი განხორციელების ის რაც შეიძლება ახლა დავუშვათ ძველ დროში და იმაში ვიღაცას მეტად იყო და სადაც უფრო ჩაკეტილი იყო საზოგადოება და პროფესიული წრეებიც დავუშვათ უფრო ჩაკეტილი იყო. მაგრამ აი ის რომ დავუშვათ რამდენად გამართლდა ჩვენი მოლოდინი კონკრეტულ სპეციალისტთან მიმართებაში, ბევრია ბავშვზეც დამოკიდებული და ნახეთ გარკვეულწილად ახლა რაც უფრო წინასწარ
შფოთვით და წინასწარ კონფლიქტით და წინასწარ დავშოთ პირობებით დატყენებით ვიწყებთ უფრო რთულად გამოდის ადამიანური ურთიერთობები, რაც უფრო ნდობით, მზაობით, ასე ვთქვათ და დახმარებით და აი სამი მხარე რაც ვთქვი, თუ ყველა არ არის მოწოდების სიმაღლეზე, ბავშვმა რესურსით ხელი არ შეგვიწყო, ოჯახმა არ შეგვიწყო მხარდაჭერით ხელი, ანუ არ განამტკიცა ის უნარები, რაც თერაპიაზე ისწავლოს და რა თქმა უნდა თერაპევტი არ არის სათანადო კვალიფიკაციის და მოწოდების, თუ ეს სამივე მხარე არ არის მოწოდების სიმაღლეზე, პასუხი ყოველთვის მოიკოჭლებს და სადღაც ყოველთვის გარღვევა გვაქვს ხოლმე. მაშინ როდესაც თუ ეს სამივე მხარე, სამკუთხედის სამივე ბოლო არის შეთანხმებული, როგორც წესი ძალიან კარგ შედეგზე გავდივართ ხოლმე ბავშვის რესურსიდან გამომდინარე, კიდევ ვიმეორებ. ეხლა რას მოიცავს ქცევის თერაპია? ამაზე ალბათ თავისუფლად შეიძლება რომ გავცელვა კიდე. როგორი ტიპის სათამაშოებით ხდება? როგორ იდგება ქცევის თერაპევტი? ამაზე ერთი რეცეპტი ამ შემთხვევაში არ არსებობს, იმიტომ რომ მე მაინტერესებს აი როგორ წიგნით ამეცადინებს, კუბიკით ამეცადინებს, ეს არის კომპლექსური, აბსოლუტურად კომპლექსური მდგომარეობა. ეხლა პროფესიულ სივრცეებში უკვე უფრო სხვანაირად ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე, მაგრამ ფართო მაყურებლისთვის გასაგები იყოს. ეს არის სხვადასხვა კატეგორიის სათამაშოები, მაგალითად რეკვიზიტის სხვადასხვა კატეგორიის, მთლიანად დამოკიდებულია აი ეს მეცადინეობის გეგმაც, სტრატეგიაც დამოკიდებულია კონკრეტული ბავშვის სუსტ მხარეებზე, გამოწვევებზე და იმ კონკრეტულ შემთხვევაში დავუშვათ რომელი უნარია მაგალითად წამყვანი და რომელი უნარია უმეტესად დეფიციტური. ესეთი ლაკონურად რო შევაჯამოთ ალბათ უფრო მშობლებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს ქცევითი თერაპია მაქსიმალურად ფოკუსირდება რომ ბავშვისთვის სოციალური და კომუნიკაციური ტიპის უნარები ასე ვთქვათ და ქცევა იყოს მისაღები ასაკის შესაბამისი ასე ვთქვათ და დაძლიოს ეს გამოწვევები თორემ ჩვენ ქცევის თერაპიაზე დავდივართ მაგალითად იმიტომ რომ აუტისტური სპექტრის აშლილობა გვაქვს დავდივართ იმიტომ რომ უბრალოდ ჰიპერაქტიობა და იმპულსური ქცევა დავდივართ იმიტომ რომ ემოციების და ქცევის მართვის სირთულეებია მაგალითად რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში ამ ყველაფერს ეშველოს აი ამ თერაპიებით თუნდაც აუტიზმს თუნდაც ქცევას ნახეთ მოდი ვთქვათ ესე თუ მსუბუქ ფორმებს უფრო შველით არა ნახეთ როგორ არის მოდი შველა ცოტა ესეთი სიტყვა ბევრი ყველა თავისებურად შეიძლება წარმოიდგინოს არის შესაძლებელი ქალბატონ თამარ სტატუსში რას გულისხმობ სტატუსში იცით როგორ არის ახლა ცალკე აუტიზმზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს არა უბრალოდ თქვენ რადგან ახსენეთ უნარების დარეგულირება თუ ჩვენი მიზანი არის მაგალითად სოციალური ქცევის გაუმჯობესება ხო კომუნიკაციის გაუმჯობესება ემოციების და ქცევის მართვის ჩემი იმპულსის კონტროლის ყურადღების კონცენტრირების გაუმჯობესება ეს დაძლევადია უბრალოდ ინდივიდუალურად ვადები და მოცულობა გამოსწორებული უნარების მოცულობა შეიძლება იყოს სხვადასხვა და ინდივიდუალური. ეს პირველი დამოკიდებული ამაზე რა ასაკში ვიწყებთ თერაპიას, რაც ადრე მით უკეთესი. მით უფრო დაძლევადია, მით უფრო დარეგულირებადია, იმიტომ რომ ადრეული ასაკის განსაკუთრებით 3 წლამდე ბავშვები თვითონაც ძიებაშია ჯერ, ხო, კიდე იკვლევს გარემოს, თვითონაც არ არის ბოლომდე დარწმუნებული თავის დაუშვათ კომფორტის ზონაში. შესაბამისად ჩვენთვის უფრო ადვილია რომ დავასწავლოთ, შევთავაზოთ, მოვაწონოთ, მისთვის ესეც ორგანული გახდეს. ბავშვს ინდივიდუალიზმს ვერასდროს ვერ წაართმევ ბოლომდე, ხო, იმიტომ რომ ის იმდენად იბრძვის ამის დასაცავად, რომ პირიქით შეგშურდება, იქით უნდა ვისწავლოთ რაღაცები. მაგრამ ის რომ დავუშვათ ვასწავლოთ კონკრეტულ გარემოში სოციუმი რას მოითხოვს მისგან სიტყვაზე, კონკრეტულ გარემოში როგორ ვიქცევით, დავაკვირდეთ რატომ მოსწონს, რა არ მოსწონს, ამის რა თქმა უნდა ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. რაც უფრო გვიან ვიწყებთ სწავლებას და უნარების გამოსწორებას და დარღვეულის უხეშად დარღვეული ქცევის გამოსწორებას შედეგი შეიძლება უფრო გვიან დადგეს არ იყოს ისეთი მასშტაბური როგორც ადრეულ ასაკში მაგრამ გამოცდილება მაჩვენა რომ აი რაც ჩამოვთვალე ბავშვის რესურსი ოჯახის თანადგომა და სპეციალისტების სათანადო კვალიფიკაცია შედეგზე ყოველთვის გავდივართ უბრალოდ შედეგი ყოველთვის განულება პრობლემის
სწრაფად განულება პრობლემის შეიძლება ვერ იყოს, ხო? რაღაცებზე მე ადაპტაცია გვჭირდება, მაგალითად რაღაცებზე ცოტა დანებებად გვჭირდება ხანდახან, მაგრამ ჩანაცვლება მაგალითად სხვა უნარების. ნებისმიერი ქცევის თერაპიის პირობებში ყველა ბავშვს აბსოლუტურად ისედაც თერაპიებზე ყავს სუპერვაიზორი, ეგრეთ წოდებული თავისი სუპერვაიზორი, რომელიც თერაპევტებთან ერთად, სპეციალისტებთან ერთად მუშაობს პროგრამის გაწერაზე და აქედან გამომდინარე ყველა ბავშვს პრაქტიკულად აქვს ინდივიდუალური სტრატეგია ამ თერაპიებში. ეხლა რაღაც აქტივობები შეიძლება დაემთხვეს რამდენიმე ბავშვთან, ხო, მსგავსი პრობლემის მქონე ბავშვებს ჰქონდეთ მსგავსი სტრატეგიები, მაგრამ თერაპევტი იმიტოა ცოცხალი, ანუ რობოტი, მაგალითად ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს ქცევის თერაპიას, იმიტომ რომ ქცევის თერაპევტი გრძნობს, რამდენად მიყვება იმ წუთში ბავშვი. მოეწონა, არ მოეწონა, ეს ჩვენი გათვლილი სტრატეგია ეფექტურია თუ არ არის ეფექტური და ამის მიხედვით იმ ეტაპზე ან სუპერვაიზორთან შეთანხმებით შეიძლება ცვლიდეს სტრატეგიას, შეიძლება ცვლიდეს აქტივობებს მაგალითად. 4 წუთი გვჩება ქალბატონ თამარ გადაცემის დასრულამდე ისე სწრაფად გადის ხოლმე. დრო, როდესაც თქვენ ხართ ჩვენს გადაცემაში, თუმცა მე ასე რომ თქვა თავს მივცემ უფლებას და კიდევ ერთხელ იქნებ შემდეგ გვეწვიოთ რომ ძილის დარღვევებზეც ვისაუბროთ. იმდენად ამოუწურავი თემაა, თუნდაც აი ახლა ჩვენ აუტიზმსაც შევეხეთ ხო და ბევრი მშობელი არის ინფორმაციის ვაკუუმში და ბევრს აინტერესებს განსაკუთრებით რაიონებში. კი, რეგიონებში უფრო სერვისების დეფიციტი ჯერჯერობით სამწუხაროდ სერვისების რაიონებშიც არის. ჩვენ გავაკეთეთ ეკრან დამოკიდებულებაც ხო და იქნებ როგორმე ითანამშრომლოთ რამდენიმე გადაცემა ჩვენთან რომ აი ეს თემები რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ძილი და აუტიზმი ხო ერთ გადაცემაში რასაკვირველია ვერ ჩავტევთ ამას ამიტომ იქნებ დადოთ ეთერში პირობა რომ კიდევ გასტუმრებით და 3 წუთი რომ შევაჭამოთ და მშობლებს რომ ურჩიოთ რა თუ შეიძლება. ანუ კი ბატონო შევაჭამოთ. პირველი ის რომ ჰიპერაქტივობა და მოუსვენრობა ყოველთვის ცუდი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან დამატებით ძალისხმევას მოიწყავს, უბრალოდ მეტად გვჭირდება გაფაციცება უსაფრთხოების სფეროზე, ასე ვთქვათ და მაქსიმალურად ჭყალებში იცელქეთ ბავშვებთან ერთად, რაც უფრო პარტნიორი ყავს ბავშვს, მით უფრო ადვილია ერთობლივ თამაშის დროს. საზღვრების დაწესებაც მით უფრო ადვილია აი ამ კალაპოტის და უშუალოდ ერთად შექმნაც ესეთი ზომიერების ფარგლებში ჰიპერაქტიულ ბავშვთან. როგორც კი ეჭვგვეპარება იმაში, რომ ბავშვის ჰიპერაქტიობა არის გადაჭარბებული, ან ჩვენი ძალისხმევა არ არის საკმარისი ამ ყველაფრის რეგულირებისთვის, განსაკუთრებით თუ ეჭვგვეპარება, რომ ჰიპერაქტიობასთან ერთად სხვა უნარებით შეიძლება ჩამორჩებოდეს, ან ჰიპერაქტიობა ხელს უშლიდეს ბავშვს თავისი არსებული რესურსის დემონსტრირებაში, ყოველთვის ჯობია, რომ დავიწყოთ კითხვების დასმა სპეციალისტთან, ვიწყებთ ოჯახის ექიმით, პედიატრით, რომელიც სათანადო რისკების შემთხვევაში გადაგვამისამართებს შესაბამის სპეციალისტებთან. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. გმადლობთ მობრძანებისთვის. დიდი მადლობა ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი თამარ ედიბერიძე და ქალბატონი თამარის მისამართი თუ რომელ კლინიკებში მუშაობს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა ამ კუთხით და მე გადაცემის ბოლოსთვის მოვიტოვე. შეგიძლიათ დარეკოთ ჩვენს ტელეფონის ნომერზე 0322 388 ქალბატონი თამარის ტელეფონის ნომერს ჩაგაწარინებთ და შემდეგ უკვე ტერიტორიულად სადაც გაწყობთ და როგორ გაწყობთ, იქ დაგიბარებთ ქალბატონი თამარი, იმიტომ რომ თბილისში ძალიან ბევრ კლინიკაში მუშაობს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი თამარ, ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ, ნახვამდის.